ბატონი კეკე მინდა, კეკე არა. ბატონი შემიძლია. გავიწევთ ბატონებო, თორე კადრში აღარ ჩანვართ ჩვენ. ოპერატორი იქ იმყოფება. მოდი ოპერატორი საერთოდ ესე მოვიქცეთ, აი ესე დავდვრით. ბატონო გიაქეთ. საით? აი ჩემ გვერდზე რო დავდვრით. კარგი, ნუ მოკლედ ყველა მანქანა რო გავკაცნოთ, ეხლა დავიწყებთ ისევე თავიდან გავალთ ეთერში. კი ბატონო. წავედი ჯარიდან და აუგეს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩაგერთვებით ისევე პირდაპირ ეთერიდან. ჩვენ ვიყოფებით ისევე არმიის რიგებში, ამჯერად ბატონი ნოთქისთან ერთად, ბრიგადირ გენერალთან ერთად, რომელიც მაიორ გენერალთან ერთად მოსწორეთ, რომელიც დავით დაკათეესა, მაიორ გენერალთან ერთად, ბატონი ნოთქის ჰენესთან ერთად, რომელიც გაგვასწრებს დღეს არმიის რიგების აღჭურვილობას, მანქანების და ბატონი ნოთქი რო დავიწყოთ და მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებელს. გამარჯობათ, მოგესალმებით სან-ანდრეას ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსის მოადგილე მაიორ გენერალი ნოთგი ჰენესი. დღეს მე გავუძღვები და გაგაცნობთ ყველანაირი მანქანის დანიშნულებას და სახელებს. კი ბატონო, რო დავიწყოთ აი ამ პირველი მანქანით. კი ბატონო, ჩვენ წინ დგას ორი ინსულგენტი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი მომარაგების დროს, გარდა ბენზინისა, ასევე გამოიყენება რეიდის და ტერორისტული აქტების დროს, ასევე გამოიყენება ბანკის გაძარცვის დროს. გადავინაცვლოთ აქეთ. ეგრეთ წოდებული კურვემა გამოიყენება საშიში უბანში ჩასვლის დროს, როდესაც ჩადის დელტა დანაყოფი, არის დაბრუნილი მანქანა და არ შედის შიგნით არანაირი ტყვია. უფრო იყენებს დელტა დანაყოფი, როგორც თქვი, როცა ჩადის საშიში უბანში. მის გვერდზე აყენია დოჯი, რომელიც არის სწრაფი მანქანა ყველაზე სხვათა შორის. კი ბატონო, და ხვდებით რომ სწრაფი რადგანაც არის, სწრაფი რეაგირების დანაყოფი იყენებს მას, ანუ დელტა დანაყოფი, ასევე იყენებს MP დანაყოფი, არსებობს ორნაირი MP დანაყოფისთვის განკუთვნილი დოჯები და დელტა დანაყოფისთვის განკუთვნილი დოჯები. გადავინაცვლოთ აქეთ, ამას ქვია ჰამერი. არის დაბრუნილი მანქანა, გამოიყენება მომარაგების დროს, ტერორისტული აქტების დროს და ასევე რეიდების დროს. არის ძლიერი მანქანა, დაბრუნილი მანქანა, როგორც თქვი. და არის კარგი გამოყენებისთვის. გადავინაცვლოთ აქეთ. ჯაჯაშულია უმაღლეს ხარისხი. კი ბატონო. აქ ვხედავთ სამი მატაოსკას. პირველი არის მატაოსკა, როდესაც ალფა დანაყოფის მეთაური ან მაღალჩინოსანი მაღალჩინოსანს გადაჰყავს თავისი პირადი შემადგენლობას სადმე სხვაგან, არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი ჩაიტიოს და გადაიყვანოს ერთი ადგილიდან მეორეში. მეორე მატაოსკა, რომელიც ჩემ წინ დგას, არის მატერიალებისთვის განკუთვნილი, მას ვიყენებთ მატერიალების მომარაგების დროს, სხვათა შორის შიგნით 10,000 მატერიალი ჩადის, ასევე უფრო რო ვთქვა ტყვია წამალი, მატერიალს არ ვიტყვი. და ბოლო მატაოსკა, რაც გაგვაჩნია ჯარს, არის ბენზინისთვის განკუთვნილი მატაოსკა, რომელშიც ჩადის 10,000 ლიტრი ბენზინი. ეს მანქანა არის გამოყენებადი ტერორისტული აქტების დროს და რეიდების დროს. როგორც ხედავთ, წინ აქვს ბასრი ასახვეტი ფრჩხილებში და გამოიყენება ასევე იმისთვის, რომ შევამტრიოთ მანქანები, მაგალითად, როდესაც ტერორისტული დაჯგუფება Human Labs უტევს, მაშინ გამოიყენება, რომ მანქანები შევამტრიოთ და შევიდეთ შიგნით და გავათავისუფლოთ და გავწმინდოთ შიგნით არსებული ტერორისტები. ასევე ეს მანქანა გამოიყენება ტერორისტული აქტების დროს, არის მას აქვს ბომბები, რომელთაც შეიძლება აფეთქება ტერორისტული მანქანების. კი ბატონო. და ბოლოს წინა შეგვიძლია გაჩვენოთ როგორ ისმის. აქ ვიცი ამდენად. და ეს არის სახანძრო მანქანა, ყველასთვის ცნობილი, ალბათ გვინახია ქალაქში როგორ ჩაივლის ჩამოივლის ხოლმე, ხანძრის დროს გამოიყენება ეს მანქანა. და ბატონო სემ, მინდა რომ გადავინაცვლო აი აქეთ წამოძანით.